თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. პეტრე ოცხელი, წარმოშვებით ქუთაისელი, სოფლიო დონის თეატრალური მხატვარი. პეტრე ოცხელის თეატრალიზირებული ესკიზები არა მარტო მის საუკუნეს ცდებოდა, მას დღესაც 22-ე საუკუნის მხატვარს უწოდებენ. პეტრე ოცხელის კოსტიუმები გასული საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა და მერე 1961 წელს კოსმოსში გაფრენილ ადამიანებს დაახლოებით ის დიზაინი ეცვათ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. 1907 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში დაიბადა პეტრე გრიგოლიძე ოცხელი. 1914 წელს ოჯახი გადასახლდა მოსკოვში. ბავშვების სასწავლებლად ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. მხატვრის დედას ხშირად დაჰყავდა შვილები თეატრში, სადაც მთელ ლოჟას იკაებდნენ და დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე სპექტაკლებს. 1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. პეტრე ოცხელი 1920 წლიდან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო სტუდიაში. 1927-28 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1928 წელს კოტე მარჯანიშვილმა იგი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია, სადაც ოცხელმა არაერთი სპექტაკლი გააფორმა. სპექტაკლის გაფორმებისას პეტრე ოცხელი ცდილობდა შეძლების დაგვარად ღრმად ჩაცდომოდა ავტორისა და რეჟისორის ჩანაფიქრს, შეეგრძნო გმირების ხასიათი, რათა თავადაც ეპოვა პასუხი სპექტაკლში დაცმულ კითხვებზე და მაყურებელსაც დახმარებოდა მათ მიკვლევაში. კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ სერგო ამაღლობელის მიწვევით პეტრე ოცხელი სამუშაოდ მოსკოვში გადავიდა. სერგო ამაღლობელი მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორი გახდათ. ოცხელის საქმიანობა მოსკოვში წარმატებული იყო. ჯუზეპე ვერდის ოპერა რიგოლეტოს გაფორმებისათვის გამოცხადებულ კონკურსზე მის ესკიზებს კონსტანტინე სტანისლავსკიმ პირველი პრემია მიანიჭა. თუმცა მისი განხორციელება აღარ დასწალდა. 1937 წელს რეპრესიებმა საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა. შეთითხნილი ბრალდებით განსაკუთრებით ინტელიგენციის წარმომადგენლებს იჭერდნენ. გამონაკლისი არც პეტრე ოცხელი გახდათ. 1937 წლის 8 აგვისტოს პეტრე ოცხელი, გიორგი ჟორდანია და ვახტანგ გაბაშიძე, ორივე მათგანი თეატრის თანამშრომლები იყვნენ პეტრესთან ერთად, აბსურდული ბრალდებებით დააპატიმრეს. სამივე მათგანს სასჯელის უმაღლესი ზომა დაახვედა მიესაჯა. ოცხელი საბრალდებო დასვნაში ვკითხულობთ. მას ტერორისტული ორგანიზაციისა და ამაღლობელის ნაციონალური ცენტრების წევრობასთან ერთად შინსახკომის ინფორმაციით სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობას აწარმოებდა. ოცხელმა თავი დამნაშავედ აარცნო. 2 დეკემბერს ოქმით დახვეთა მიესაჯა. 11 დეკემბერს სასჯელის სისრულეში იქნა მოყვანილი. ოჯახს მცდარ ინფორმაციას აძლევდნენ და ოცხელის ახლობლები წლები ცდილობდნენ მოეძებნათ პეტრე. წლები არ კარგავდნენ იმედს. ბოლშევიკებმა პეტრე ოცხელი 30 წლის ასაკში დაახვრიტეს. ამ ასაკში მხატვართა უმრავლესობა ჯერ კიდევ შეგირდია. ოცხელს ამ დროისათვის დიდი შემოქმედებითი წარმატებების 7 წელი ჰქონდა გამოვლილი. ოცხელის მემკვიდრეობა 30-მდე სპექტაკლის სცენოგრაფიას, მისმა ესკიზებმა კი 1939 წელს ლონდონის თეატრალურ მხატვართა გამოფენაზე დიდი ოქროს მედალი მოიპოვა. დარჩა შესანიშნავი გრაფიკა და რაც თავარია, დიდი გავლენა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაზე, ხსოვნა ქართული კულტურის ისტორიაში. აი ასეთი ადამიანი ახალგაზრდა კაცი დაახვრიტეს არაფრისთვის. 22 საუკუნის მხატვარი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.